საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში რიგარში არჩევნები არ ჩატარდება. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა ზვიად სიჭინავამ ამ თემაზე კომენტარი აღმასრულებელი კომიტეტის ხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. სპორტის ახალ მინისტრ ლევან ყიფიანსა და ფედერაციის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა. ყიფიანის ინიციატივა სპორტულ ფედერაციებში რიგარში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო არ იზიარებს და თემაზე ნინო გაბელია მუშაობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ნინო, გისმენთ. უკვე ერთ კვირაზე მეტია მარიამ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალი მინისტრი ლევან ყიფიანი ფედერაციის პირველ პირებთან მართავს შეხვედრებს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთა შეხვედრა სწორედ გუშინ გაიმართა, თუმცა ეს შეხვედრა მედიისთვის იყო დახურული და პირველი კომენტარი ამ შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გააკეთა. სიჭინავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ახალმა მინისტრმა მას წაუყენა ინიციატივა იმის შესახებ, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარდეს რიგარეშე საარჩევნო ყრილობა, თუმცა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ზვიად სიჭინავამ უარი განაცხადა და მოისმენთ ხა ის კომენტარი, რომელიც ზვიად სიჭინავამ ჩვენთან საუბარში განაცხადა. ბატონო მინისტრი, მეუბნებოდა მაგაზე, რომ ჩავიხედო ჩემს ვინდიში, ჩავიხედო ჩემს იმაში და დავნიშნო რიგარეშე არჩევნები. მე მაშინაც გუშინაც თქვი, დღესაც ვამბობ, ჩავიხედე, ვერაფერი ვერ ვნახე, ვრჩები და მაქვს ჩემი პოზიცია, რომ მე ვარ კანონირად არჩეული პრეზიდენტი. 2011-ში არჩევნების წინ მე ყველას უთხარი, რომ მოდით, მე კანდიდატურას არ ვაყენებთ, დააყენეთ. იყარეთ კენჭი, მე პრეზიდენტობას არ ვაპირებ. 50 წუთით ადრე ზუსტად ამ ადგილას ყველა ტელევიზიები ესწრებოდა, მე დავწერე განცხადება და შევიტანე ბატონ რეზო შენგელიას დავაკავა ხელში. რამდენიმე წუთის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ლევან ყიფიანმა გააკეთა სპეციალური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. მან უპასუხა ზვიად სიჭინავას განცხადებას და მან დაადასტურა, რომ ეს ინიციატივა მისი მხრიდან იყო, თუმცა იგი არ აპირებს, რომ ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩაერიოს და მოისმინეთ ახლა ლევან ყიფიანის კომენტარიც ამ თემასთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ იგი აგრძელებს თანამშრომლობას ყველა ფედერაციის პირველ პირთან. გონდა საუბარი ბატონ ზვიადთან. შესაბამისად ჩვენ იმის მიხედვით, რომ ოლიმპიური კომიტეტმა დანიშნა არჩევნები სპორტული თვალსაზრისით უპრიანი იქნება, რომ ფედერაციებმა ასევე ერთი ამ ოლიმპიური ციკლის ქვეშ დანიშნონ ასევე რიგარიში არჩევნები. ეს შეთავაზება იყო. მე ყველა ადამიანთან ვაპირებთ ურთიერთობის დამყარებას და მუშაობას, ვინც იქნება მოწადინებული სპორტის აღორძინებით კონკრეტული სახეობებით და ასე შემდეგ. თანამშრომლობისთვის ყველასთან მზათა ვარ. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ დროისთვის წლის ბოლომდე 20-მდე სხვადასხვა სპორტულ ფედერაციაში ჩატარდება საარჩევნო ყრილობა, რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას. ფეხბურთის ფედერაციაში დაგეგმილი არჩევნები 2015 წელს ჩატარდება.